გაუმარჯოს მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია, კარგად ხართ, იმედია, ხონზე ხართ. წამოსულები ვართ ნადირო დირემზე. ახლა გახლავთ საღამოს 5 საათი. დაახლოებით 1 საათში უკვე დაიწყებს დაბნელებას. და როგორც წესი, სიმნელეში ირმები გამოდიან ტყიდან და განახებთ ახლა ლოკაცია სათავსი ვარ. აი აქ, რასაც ხედავთ, არის გაშლილი ტერიტორია და ნერგები და რაღაცებია დადესილი, მოკლედ რომ აი ამ განაპირა მხარეს ვართ, რადგან ირემი რომ ამ ტყიდან გამოვა, სავარაუდოდ წავა აი ამ მიმართულებით. აი აქ. ველოდები თუ გაგვიმართლა, შეიძლება მოგვეცეს შანსი იმისა, რომ ვესროლოთ. შეიძლება, რა რავს გულისხმობა ამაში. წამოსულები ვართ არბალეტით, ახლა გახლავთ არბალეტის სეზონი, შვილდის სეზონი. და ყურადღებით უნდა იყო, შეიძლება ისე მოგებაროს და ისე ჯაგიაროს, რომ რეაქციაც ვერ მოასწრო და თუ გააკეთებ რეაქციას, სავარაუდოდ შეაშინებ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა უსმინო ტყეს და ყურადღებით უნდა იყო რა, მოკლედ ვთქვათ, ცოტა ქარიანი დღეა, თუ ქარი ამ შემთხვევაში სახიდან მიბერავს, რაც კარგია, ჩემი სუნი გაქვს იქით და პრინციპში ეს ხელს არ გვიშლის ჩვენ იმაში, რომ ტყიდან გამომავალმა ირემმა ჩვენ შეგვნიშნოს ან სუნი აიღოს. მოკლედ დაველოდოთ და ვნახოთ. ჩვენი სასროლი ლოკაცია გახლავთ აი ამ მიმართულებით. აი ასე შეგვიძლია ვესროლოთ. რაც გულისხმობა მასში, აი ამ მიმართულებითაც რომ ვესროლოთ. იმდენი პატარა ხეა, რომ ის არის, რომ რამე მოხდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებლად შეიცვლის ტრაექტორიას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში 100%-ით ვიყოთ დარწმუნებული, რომ მიზანში კარგად გვყავს ირემი ამოყვანილი. მერე მეორე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აი ამ ხეებში არ გავატაროთ ის არის, რადგან 99%-ით რაღაცას შეეხება და ტრაექტორია შეიცვლის და ნუ არ გამოვა რა კარგი გასროლა, მოკლედ რომ ვთქვათ. ჯერჯერობით არაფრის ხმა არ მესმის და არანაირი მოძრაობა არ არის. როგორც წესი, აწი იწყებს ხოლმე ირემი გამოსვლას, როგორც კი მზე ჩასვლას დაიწყებს, ირემი ეცდება, რომ გავიდეს მაქსიმალურად ახლოს მზესთან და შემდეგ რჩება აი ამ მიდამოებში. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მეგობრებო, პირველად ვარ, არასდროს აქ არ მინადირია, ამიტომ რაც პირველ რიგში უწევ თვალში მომკვდა, რომ შეიძლებოდა დაშტომა, ზუსტად იქ დავჭიქი. ეს გახლავთ ვიღაცის საკუთრება, ეს არ არის ყველასთვის ნებადართული ტერიტორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნადირობა უკეთესი უნდა იყოს. ხო, რაც შეეხება ირემს, ჩვენ შეგვიძლია ვესროლოთ როგორც მამალს, ასევე დედალს. ორივეს ლიცენზია გვაქვს. და სავარაუდოდ უფრო დიდი შანსი გვექნება, რომ შევხვდეს დედალი ირემი, ვიდრე მამალი ირემი გულისხმობს სასროლად. როგორც აღნიშნე, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყო. აი აქ ჩემს ქვევით მოვასუფთავე. აი აქ. რომ თუ დამჭირდა ადგომა, ფეხით არაფერს გამოვედო. რაც შეეხება გემოს, მეგობრებო, არბალეტის დროს ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ გვეცვეს ნარინჯისფერი თუ რაფერი
რომელიც არის აი ეს. მოკლედ, არ გვჭირდება ჩვენ წითელი ფერი, იმიტომ რომ ეს მხოლოდ არის საჭირო იარაღის დროს. რასაც ახლა მე ვაკეთებ, ესეც არასწორია, გულისხმობ რას. აი ეს სწრაფი მოძრაობები არ უნდა აკეთო. იმიტომ რომ შეიძლება აი აქ იყოს ჩემ გვერდზე იყოს ირემი, რომელიც მე ვერ შევნიშნე და ჩემმა სწრაფამ მოძრაობამ შეიძლება დააფრთხოს. კარმა მოუმატა. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ერთი პლუსი რაც არის ქარის სახეში მიმერავს, როგორც აღნიშნე. ალბათ გაინტერესებს სად არის ომარი. ლაშა სანადიროთ არის წასული, ტყეში ღრეში, ტანჯავს ამ ირმებს, შველს, რა ვიცი მე, ცხოველებს. მოკლედ აი ესე უმოწყალოდ ექცევა ამ ცხოველებს. თან ვერ კლავს. თან ეს არბალეტი აიღო ბიჭო, ამ არბალეტით წავიდა. რა გინდა, საძიხარ, რა ვიცი. მე კიდე აიქავა რა ესე, ჩემთვის საწყლად ვზივარ, თამაშობ FIFA-ს. რა ვიცი, იმედია მოკლავს რამეს, ოპოსონს რამეს, რა ვიცი, ციყვი. თან ბიჭო, აიხა გამახსენდა. რა გულით თხოვე მეთქი, ლაშას ვენაცვალე, წამიყვანე მეთქი სანადიროთ. მეთქი ირემი და შველი მარტო ზოოპარკში მყავს ნანახი თქო, ბიჭო, რაღაცა თვალს ყავს დავალევინებ, რაღაცას ვიზმა. არა, ლიცენზია არა გაქო, private იმაზე მივდივარო, მიწაზეო. აქ ერთი პაპა ყავს რა, კლასელი მაგისი გაიცნო აქა. კლასელი გაიცნო ხო კაი იყო. მოკლედ, თანატოლები რა, 80 წლის კაცი არის. გაუგეს ერთმანეთს. წაიყვანა იმ კაცმა, სადღაც კერძო საკუთრება არისო, შენი ქარ შეგიშვებენო, წავიდა. მოიკიდა ეს არბალეტი და წავიდა. ნახოთ აბა რა სიზავს ახლა, რა ვიცი. ალბათ კითხვა გაგიჩნდა, რატომ არ დავდივარ ტყეში და რატომ ვზივარ ერთ ადგილზე. თუ დააკვირდებით, ყველგან ტოტები და ფოთლებია ჩამოვარდნილი. როგორც მოგახსენეთ არბალეტის დროს, ჩვენ გვაქვს ერთი გასროლის შანსი. ჩვენ რომ ტყეში დავიწყოთ გადაადგილება, სავარაუდოდ შევქმნით ძალიან დიდ ხმაურს, ანუ დიდი ხმაური ირმისთვის თუ არა, რეალურად არ იქნება დიდი ხმაური. უბრალოდ მოგვიწევს აი ამ ტოტებზე და ფოთლებზე სიარული, რაც გამოსცემს თავისებურ ხმას, ხო? წარმოგიდგენიათ. ამიტომ არბალეტის დროს, როგორც წესი, ან ზიან ხეზე, ან ასე ჩემსავით, კონკრეტულ ლოკაციაზე მიღვალ დაждები და ელოდები. ნუ რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ წინასწარ იცოდესად მიდიხარ და სად ჯდები. ის ადგილი, სადაც მე ადრე ნადირობდი ხოლმე, იქ ახარ წავედით, იმიტომ რომ არის დაახლოებით 1 საათის გზა. და ისიც ვიღაცის საკუთრება იყო, მე არ მქონდა უფლება ასე პირდაპირ მივსულიყავი, მეც ვიღაცას ვახავდი. მოკლედ, არ დავდივართ ტყეში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გამოვცეთ არასაჭირო ხმა. და მერე მეორე ამბავი რა არის ამაში. როგორც ხედავთ, ნუ არ ვიცი კამერა რამდენად გადმოსცემს ამას, მაგრამ ძალიან გახშირებული ტყეა რა. იმის შანსი, რომ ჩვენ ახლა აი აქ ირემი გვყავდეს და მას მოვახდინოთ გასროლა არის ფაქტიურად შეუძლებელია. გასროლას მოვახდენ, მაგრამ ის რომ გაარტყა არის 0. აი ამ მარტივი მიზეზის გამო. და რადგან ჩვენ დღეს ასე კარგად არ ვიცნობთ, ჯობია რომ მონახოთ, როგორც უკვე განახეთ. აი ესეთი პატარა გაშიშვლებული ადგილი, სადაც პრინციპში დამოკიდებული ვარ ცოტა იღბალზე. თუ აი ამ დღიდან გამოვიდა და დაიწყო ქვევიცვლა, როგორც მოგახსენეთ, აი ამ მიმართულებით, ჩვენ გვექნება დაახლოებით 10-15 წამიანი მონაკვეთი, სადაც შეგვეძლება გასროლის გაკეთება. ნუ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით იდგება ირემი, რა მიმართულებით იმოძრავებს. მოკლედ თუ მოხდება, მაგრამ თუ არ მოხდება, ეგაც არ არის პრობლემა. არბალეტის დროს, აი ეს არის არბალეტი. შვილდის დროს
სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც იღბალი არ მწყალობს. მაგრამ ნადირობის სეზონი იწყება აი ამით. ასე რომ ცდად ღირს თან ამ დროისთვის ცოტა თბილა არ ცივა და მაინც ასე ამოვნოა ტყეში სიარული. ხო, დავარი რამ დამოვისყდა ტყეში, არ წამომიღია არაფერი, ერთი დანა მაქვს და აი ეს ერთი გასროლა, აი ხა დათვი რომ მოვიდეს აქ. ისეთ რამეს ვიზავ. არაც არ შემეფერება, გაიგეშენა. უბრალოდ ყურადღებით უნდა იყო და სულ თან უნდა კონდეს თავდაცვა, ავიცი, ან სპრეი, ან იარაღი, ან რაღაცა რამე რომ იყოს. იმის გაკეთება არ მოგიწიოს, რაც არ შეგეფერება მერე. აი უკვე მოსაღამოვდა მოკლედ ლაშორდი კვლავ არ ჩანს. ეტყობა სადმე ბუჩქებშია ჩამჯდარი ნომერში. ელოდება ირემს. გამოივლის რაღაცა ეს კოჭლი ირემის აწყალი. მაგასაც ვერ მოკლავს ალბათ. ამ ბიჭო სად მიდის ამ ტყე ღრე? აგერ ეზოში ყოველ ღამე მოდის მინიმუმ 10 შველი ირემი. ლაშა საქმე ისეა ბიჭო რა, ძაღლი შინ არ ვარგოდა. საადიოდ გარბოდაო. აი ეგ არის. ავიცი ზის ახლა უეჭველი იმეს ჩაცმული რაღაცა კამუფლიაჟი აქვს რა იყიდა იმ დღეს სახეზე უსვია ტალახები ესე კომანდოს ავიცი ველოდებით მოკლედ რა ავიცი როგორ არის სადაც არის მე მედია კარგად არის კიცივა ბიჭო გარეთ გაიყინებოდა ახლა მაგრამ არა ლაშა არის მსხვილტყავა ხო და იტანს სიცივეს ავიც 7 საათია უკვე და ნახოთ იმედია მალე მოვა. ნახოთ რას მოიტანს. ნახოთ. განახებთ როგორ ისრებს ვიყენებ. მაინც არაფერი არ ხდება. აი ხლა გვიყენია აი ესეთი თავი და აკვეთი ყველგან დანა. გვაქვს აი ესეთი ვერსიაც. ახლა გვიყენია აი ეს. ეს რომ გაივლის ორგანიზმში აი ეს დანები ჭრიისთან ჯოლებრივი ამბავია. ეს არის მხოლოდ სანადიროდ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ცივა, მაინც ერთ ადგილზე რომ მზიხარ, ფაქტიურად გაუნცრევლად, არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაინც რაღაცა პონჩი გცივა რა. იმინა ხელები გამეყინა. დავიცრა და ხაცოდა. გადავიდეთ. აი ამ მიმართულებით, სადაც უფრო გახსნელია და სავარაუდოდ. თუ ახლო ირემია სავარაუდოდ გამოვა. რა შეიძლება მაქსიმალურად ჯუმად უნდა გავაკეთოთ ეს. ხმებს რაც არ უნდა ჯუმად ვიარო, მაინც განვაცე. რა გაეწყობა? აი გადმოვედით ესეთ ლოკაციაზე. სავარაუდოდ ირემი წესი თუ ამ დღეში არის ახლა ირემი, აი ამ ადგილებში უნდა გამოვიდეს. ნახავთ, არის თუ არა,
საერთოდ აქ ირემი. აი ესეთი ლოკაციაა ვიცით რა. ახლა შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვისროლოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ვისროლოთ. და ასევე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვისროლოთ. და აი აქ ბუჩქებში რაღაც ახმას გამოცემ. რა არის არ ვიცი. აი. ჭიდია. მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ახლა გეტყვით, ირემი არის ღამის ცხოველი. და როგორც წესი, გამოდის ხოლმე ღამე, საბალახოდ თუ საჭმელად, დღის განმავლობაში ძინავს და დილას უკვე რომ მზე ამოსვლას იწყებს, მაგ დროისთვის უკვე ისე ბრუნდება ტყეში, მზე რომ ჩასვლას იწყებს, მაგ დროს გამოდის ტყიდან. ეს ამბავია. ნადირობას რაც შეეხება, რატო არ შეიძლება ღამე ნადირობა? ალბათ სავარაუდოდ safety-ის გამო, და შენ შეგიძლია მზის ჩასვლის მერე 9 საათი გაქვს თუ არ ვცდებით რომ ესროლო ირემს, მაგრამ თუ ირემს ესროლე და დაიწყე მისი ძებნა, მზე ჩავა თუ ამო, უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ირემის მოძებნა შეგიძლია მთელი ღამის განმავლობაში, არ არის პრობლემა, მაგრამ სროლას რაც შეეხება, მზის ჩასვლიდან 9 საათი გაქვს მერე კიდე დრო. ამ დროში თუ ვერ მოახდინე გასროლა, ის დღე დამთავრებულია. მოკლედ ეს ისე უბრალოდ პატარა ინფორმაცია. ძალიან მალე ჩავიდა მზე. სულ რაღაცა 10 წუთია რაც აგვზივართ მეგობრებო და მზე უკვე ფაქტიურად ახარ არის. არადა რომ გადმოვედი 9 ეს 9 ადგილი, ტერიტორია მზით იყო კიდე და დაახლოებით 10 წუთში გაქრა საერთოდ მზე. არანაირი მოძრაობა არ არის, არანაირი ხმა არ მესმის და აი ამ კიდეებზე გეუბნებოდით, აი ტყის კიდეები რომ არის, აი აქ იცის ხოლმე გამოსვლა, ჯერჯერობით არც ახლოში გამოსულა რამე და ვერც შორს ვერ ხედავ რამეს რომ გამოსულიყო. სავარაუდოდ დღეს ვერ მოვახერხეთ, ვერც ნახეთ ირემი, ვერც გასროლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ნადირობა ეს არის რა. და განსაკუთრებით ირემზე ნადირობა, ზიხარ ელოდებით ძალიან ბევრი იღბლის ამბავია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ცოდნა გინდაო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, პირველად შემოვედი ამ ტერიტორიაზე, წარმოდგენა არ მაქვს, სად მოძრაობს ირემი და ასე ჩემ გემონზე სადაც მინდა, ალბათ დროთა განმავლობაში შევისწავლე ამ ადგილსაც და შემდეგ შეიძლება უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს ნადირობა. თუ აიყვანთ ამ ვიდეოს 1000 ლაიქზე, სეზონის დასრულებამდე გვირდებით ერთი კაი სანადირო ვიდეოს მოგიხოდავთ. ნება თქვენია, ახლა გამოკითხვებს ხوار ჩავატარებ, უბრალოდ 1000 ლაიქზე ავიდეს ეს ვიდეო, არა იმიტომ რომ მაგარი ვიდეო იყო. არა, просто რომ მივხვდი რომ გაინტერესებს გავში რაღაცა და კამერებსაც ამოვიღებ, უკეთეს კამერებს, ახლა ვიღებ მობილური ტელეფონით. ასე რომ ასე მართლა გითხრათ, ცოტა მოუმზადებელი ვიყავი. შუა დღეს დამირეკეს, რომ თუ ვინდა 1-2-3 საათი წავიდეთ, წავინადიროთო, მეთქი ბაზარი არა და აი ესე უცებ რა. და ტელეფონიც მიждდება. ამასობაში სადაც ჩამოგვნელდება. ეს არის რაც არის. სამწუხაროა, რომ ვერც ირემი ვნახეთ, ვერც მოძრაობა, ვერაფერი. მაგრამ რაც არის ეგ არის. მადლობა, რომ იყურებთ და აბაჰედა აბაჰო. Peace amigos. მაგრამ გვირდები, ირემი დაიდება, ბრატ. დაიდება. აი, უკვე სადაც აკავდიოდი, მაგრამ იმედი მაქვს ხედავთ რამ ხელა მამალია. ძალიან დიდი მამალი მოძრაობს აი აქ, მამალი ირემი. კაია ის ფაქტი რომ ნახეთ ირემი. ვიდეოში რამდენჯერ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მამალია. აშკარად რქებს ვხედავ, რქები აქ. ცოტა შეშინებული გამოვიდა, არ ვიცი რატო გამოვიდა ეგრე შეშინებული. აი მან გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასროლა ძალიან ჟორია. მაგრამ სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ არის ნამდვილად ამ დღეში ირემი. ჯერ დრო არის, შეიძლება ახლოშიც გამოვიდეს რაღაც. მოკლედ ნახოთ. და თან შეაფასეთ iPhone-ის ზუმი. არ ვიცი ხა იქიდან როგორ შეიძლება
კაი ირემია ნახეთ რა კაი მამალია. რაც არის ეგ არის თუ მოვიდა ახლოს კი გეტყვით.